მიხაილ როთი მომავალ კვირას თბილისში ვიზიტს აანონსებს. ის სოციალურ ქსელში თბილისს ევროპის დედაქალაქს უწოდებს და წერს, რომ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე შეხვდება. კიდევ ვის ნახავს და რაზე ისაუბრებს გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯერჯერობით უცნობია. მის დაგეგმილ ვიზიტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ძალიან გაუთქმა მიხაილ როთს საქართველოში სტუმრობა და ეს მხოლოდ სტუმრობა არ არის, ის პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარ ქვეყანაში რომ მას უარი უთხრეს და დიდი პრობლემები რომ აქვს, როგორც მას კონკრეტულად პოლიტიკოს და ამოდროულად იმ ძალას, რომელსაც იგი წარმოადგენდა, ეხლა მან მოიცალა საქართველოსთვის და საქართველოში ჩამოდის. ამ ადამიანის შესახებ საერთოდ ლაპარაკსაც კი აზრი არ აქვს. ამ ადამიანმა პირველ რიგში ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ერის წინაშე, ქართულის ეკლესიის და სამღვდელოების წინაშე, მრევლის წინაშე, მას ისეთი განცხადებები აქვს ნაკეთები და კარგად დაფიქრდეს, როდესაც საქართველოზე, ქართველ ხალხზე რაიმე სიტყვის. მისი ჩამოსვლა და წასვლა საერთოდ არ არის საინტერესო, ის არის ერთი ჩვეულებრივი მხარდამჭერი და ყოველთვის ცდილობს, რომ მისი განცხადებები იყოს წისქვილზე, წყლის დასხმა ნაციონალური მოძრაობისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ამითი უფრო მუხტს აწევენ ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ამ რადიკალების გარე პატრონები ვერ ხვდებიან, რომ ერთი და იგივე გაიდლაინით ვერ იმოქმედებენ მთელ რეგიონში და იგივე უკრაინაში და ასე შემდეგ. ხო? ქართველები სხვა სპეციფიკის ხალხი ვართ, ჩვენ განსხვავებული ღირსების მატარებელი ხალხი ვართ და სხვანაირად თავმოყარეერი ვართ და შესაბამისად და გაცილებით უკეთესად ვაზროვნებთ, ვიდრე ამ გარე აქტორებს წარმოუდგენია და გაცილებით დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა სამწუხაროდ იმ ბევრი უბედურებიდან გამომდინარე, რომელიც 90-იან წლებში გადავიტანეთ. შესაბამისად ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანა იოლი ნამდვილად არ არის და ყველაფერი მეტყველებს, რა თქმა უნდა, არჩევნებზე ეს ყველაფერი დადასტურდა.